აი ამ ხელსაწყოთი ხდება თაბაშირის მოხსნა მოტეხილობის შემდეგ, რომელიც დამერწმუნებით რომ ცოტა სახიფათოდ გამოიყურება. მაგრამ შესაძლებელია ამ დროს ექიმმა პაციენტს ზიანი მიაყენოს? საბედნიეროდ არა, მიუხედავად იმისა, რომ ეს თაბაშირის საჭრელი გამოიყურება სახიფათოდ და სახიფათო ხმებს გამოსცემს, ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ამით ადამიანს ვერ დავაზიანებთ, მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია მინერალური თაბაშირის და ხის გაჭრა. თითქოს ესეც რაღაც არალოგიკურია, როგორ შეუძლია გაჭრას ხე, მაგრამ არა ადამიანის კანი, თუმცა აქაც ყველაფერი ერთ მცირე დეტალში იმალება. კონკრეტულად თაბაშირის საჭრელი არ მოძრაობს ცირკულარულად, არამედ ირხევა წინ და უკან დიაპაზონში დაახლოებით 3 მმ-ით, რაც საბოლოო ჯამში გვაძლევს შედეგს, რომ მინერალური თაბაშირი, რომლის სიმკვრივეც გაცილებით უფრო მაღალია ვიდრე კანის და ელასტიურობა პირველ რიგში, ამ რხევებს ვერ უძლებს და იჭრება, ხოლო კანი, რომელიც ელასტიურია, უბრალოდ მოძრაობს ამ საჭრელთან ერთად. აი ასე გამოიყურება თაბაშირი და კანი გვერდიგვერდ გაჭრის პროცესში. შენ კი თუ მსგავსი ვიდეოები გაინტერესებს, მაშინ დაალაიქე და გაუზიარე სხვებს, რათა ეს გვერდი უფრო გაიზარდოს და უფრო მეც მივაწვრინოთ ხმა.